აი რაღაც ეტაპზე ხა ჩემ შულ მარიამს აქვს ტაიმაუტი. და ამ ტაიმაუტს ვერ ვეგუები. იმიტომ ვერ ვეგუები, რომ მგონია რომ ჩემმა შულმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, აი ძალიან მომწონს მარიამი. მომწონს ფაქტურით, მომწონს თავისი ხასიათით, მომწონს თავისი, აი საოცარი გოგოა. აი მარიამისნაირი რომ ვიყო, მე პოლიტიკაში წასვლაზე ვიფიქრებდი. ანუ თავის ყველაფრით, აბსოლუტურად რაც გააჩნია. ანუ ჩემს არის ძალიან კარგი ფაქტურა და ახლა რა აქვს ტაიმაუტი აღებული ძალიან ობიექტური მიზეზების გამო. გათხოვდა რა. აი გათხოვდა და უნდა რომ ცხოვრება შეირგოს მაგ კუთხით. უნდა რომ დილით არ იღვიძებდეს. უნდა როცა უნდა იცინებდეს, როცა უნდა იღვიძებდეს. უნდა რომ და ყველას აქვს ამის უფლება 29 წლისაა, პატარა ხო აღარ არის. და რაღაც ამდენი წლის განმავლობაში სადღაც იყო აქტიური იბრძოდა. ეხლა მის ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, რომ გათხოვდა და აქტივიზმთან, როდესაც ცხოვრდები და ახალი გათხოვილი ხარ, ამას ვერ ალაგებ. რაღაც ეტაპი მაინც გჭირდება, რომ იქ გაუმკლავდე, რაღაცა ტიპის შენობის მშენებლობა დაიწყო, ამოაშენო, რომ არ დაგენგრეს და ამას პარალელურად ვერ შვები და ვუგებთან მესმის, იმიტომ რომ მე და მარიამი ძალიან ერთნაირად გავდივართ რაღაცებს ხოლმე ცხოვრებაში. მაგრამ თან მენანება, ანუ ის მეორე მარიამი, ისე მენანება და თან ძალიან მომწონს. აი ამ წინა ფრონტზე მომწონს, მისი ეთერები მომწონს.